გაიზრდებოდ. მეტი მონდომება, მეტი გულმოდგინება, მეტი ლოცვა, მეტი უფალთან ახლო ყოფნა მართებს. რომელიც წვდიადი ეს ნეგატივის სიმძიმე გავიდეს ჩვენგან ძალიან მძიმე ვთქვათ სულიერი მენტალური ატმოსფეროა ძალიან მძიმე პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან მძიმე სულიერი ნაკადებია ეს სიმბოლურად ვთქვათ ამ ყველაფერს ატანა უნდა ზონასწორობის სიმძიმის ცენტრის შენარჩუნება უნდა რომ არ წაგიღოს არ წაგლეკოს მრევლს მეტი სიყვარული მართებს და მეტი თანაგანცდა ერთმანეთისადმი მოზღვრისადმიც მეტი ყურადღება მართებს სიყვარულებული მენტალური კეთილგანწყობითი მოწყალება მეტი მენტალური ყველაზე მაღალია სულიერი მოწყალება კეთილი აზრი ხელის შეშველება წიგნის ცხოვრება იქნება თუ შუქება კეთილი რჩევა ადამიანს დაეხმარა რას ნიშნავს რომ სტიმულაცია სტიმული მიცა თვით შველის სტიმული თვით აალების თვით ამაღლების თვით ესე ვთქვათ მოტივაციის სტიმული მიცე შენი რაც გაქვს კარგის შეთავაზებით კარგის შეწირვით თორე ეხლა ზოგზე მოიკიდეოდა ესე დაეხმარე და ათრიე ვინმე არ არის ასადნაყრი ყველანი მივიწევ ძიმე ცხოვრებაში წინ თაზე თუ ბილიკზე მივდივარ ნელ-ნელა ეხლა მოიკიდო კიდე ზოგზე ვინმე და შენს გადავარდე და ხრებში და ისიც იგავის არ იყოს არ არის საჭირო შენ დახმარება რა გვერდზე იყო შენი სულიერი შეწევნის იმედი კონდეს ადამიანს ღვთის იმედი პირველ რიგში მაგრამ ადამიანური ნუგეშის იმედის რატომაც არ ადამიანის ნუგეშის და ადამიანის გვერდზე ყოფნა ხო კარგია რაღაცა ეს მამაშვილი დედაშვილი დური ძმური თორე თვირთი ურთიერთად სიტვირთებდა ხო ეს არის ხო მრევლს თუ ეს არა აქვს აბა უცხოს რაღა მომთხო ის ჯერ ვინც არ გამხდარა იმასაც ურჩიოთ და იმასაც ვთქვათ უსურვოთ რომ გახდეს თბილი თანაგანცდელი მოსიყვარულე და ასე შემდეგ თორე ცივსისხლიანი ყავი და უგზნობელი და დაუნდობელიო ეს ანტიქრისტიანული გზა არის და ჯვარიფწერია მიიქნება ნუ იყოფინ ესე ყველაზე კარგი მეგობარი უფალია დიდი ყველაზე მაღალი მეგობარი მას მისკენ ვიარავთ მერე ჩვენი მეგობრობაც აი მრევლიც მარტოობის უარ არის სულიერი შვილი ხო მეგობარიც არის ნამდვილი მეგობრობა რა არის რომ მარტო კარგამინჩი და კარგ ზღვაზე როცა კარგი არის დავდები არ არის ყველა კაი მეგობარია როცა შტორმში აღმოჩნდება და ცუდი ამინდიროა აი მაშინ არის ნამდვილი მეგობრობა კარგი როცა გაგიჭირდება ადამიანს ვინც მერე ეს ყველაფერი ცუდი რაცად დავივიწყოთ გადავსახოთ ჯვარი მიუტევოთ გავამთლიანოთ ჩვენი თავი ნუ დავიმახსოვრებთ ცუდს გავუშვათ ესა და მშვიდობად მოვა გულში ჩვენი სიკეთე უფლის მიერ მოცემული ძალიან დიდია და ბევრია და ვეცადოთ თამდაბლად ვიყო აპარტავნება ძალიან ცუდია იმიტომ რომ აპარტავნას შემოსრავს ღმერთი ხო თამდაბლობა ეს უდიდესი სულიერი იერარქია იქით ახლა ეს ყველაფერი ამიტომ აი ამ ყველაფერს ცნებების დაცვას სიყვარულს თანაგანცდას ერთმანეთის სადმე ესე ვთქვათ კეთილ განწყობას აუცილებლად ყველანი მიყვართ უფლის ნავსაყუდელისაკენ და მოგვიტევებს რა წოდებს უფალოდ რომ სუბუქი და თბილი ხდება ეს მძიმე ცხოვრება რომელშიც ჩვენ ვართ და რომელშიც ასეთი ბრძოლები გვაქვს ხამშემდელი ცხოვრება ეს არ არის ჭეშმარიტი ჩვენი სამშობლო ზეცაში ეს არის მეორე მესამე სახი ასე ვთქვათ ქსეროქსი რო იქვენ ესე ცუდი ისეთი ტექნიკური სიტყვა არ ვაი მესამე სახის მესამე ხარისხის რეალობაა ნუ პირველი ნათელი უფალი მეორე ნათელი ანგელოზნი მესამე ნათელი ადამიანები ამ მიწიერ ცხოვრებაში ვარ ეს კაცო სიმბოლურად ვთქვათ მესამე ხარისხის რეალობაში შეიძლება იყოს და ჩვენ ნამდვილი ცხოვრება ზეცაშია რომლისთვისაც შეკვნა შემოქმედმა და ამ ცხოვრებაში მოხდა საშუალება იმისათვის რომ ჩვენ როგორც შიტი კვერცხში ბარფი იჩეკება ოვულაციას გადის ასევე გავიაროთ მიწიერი ოვულაცია აქ როცა მე ეს მოიხსნება ეს საფარველი ხო კვერცხის ეს დაფხია ნაჭუჭი მოიხსნება მერე უკვე ასე ვთქვათ გამოჩნდება რანაირი ციცილა რაჯიშის არის ხო აიბთო როგორც ხარაჩოებია ხო რემონტის სახს ხო გარედან ხარაჩოები აი ეს ხარაჩოებია და ვერ ხვდები გარემონტებულია კარგად არის შეღებილი როგორ არის გალამაზებულია თუ არა მაგრამ როცა მოიხსნება ხარაჩოები აი მე მივხვდები როგორია და რა შენობაა და რისთვის არის კარგი და როგორც ასევე წმინდა მამა ადარებს
ხეს რომელიც ხა მარადმწვანე ხებზე არის და ხვის მწვანეა ზამთარს და რომელიც არ არის მარადმწვანე ვერ გაიგებ იგი გამხმარია თუ ცოცხალი სანამდე გაზაფხული არ მოვა აი ზეციური გაზაფხული რომ მოვა მე გამოიგებს ხლორს გამოიგებს კვირტს გამოიგებს ასე ვთქვათ ყვავილს და ნაყოფს და მე არა მიხვდები უკვე რომ თურმე კარგი ყოფილა ცოცხალი ყური და ნედლი ყოფილა ის გამხმარე საწყალი რომლებიც გამხმარი და მოჭრილია და სულ მოჭრილ ხეებს და გამხმარ ხეებს უყურებთ რა ვიცი მე და ხე აღარ დარჩა უკვე თბილისში მე მგონი ამას რო უყურებთ გული შეთქივა და ხვდები რომ გამხმარა საწყალი ხე რომელიც დაარგო უფალმა ის არ უნდა გახმეს მან უნდა ნაყოფი გამოიყოს თორე მოჭრა ძალიან ადვილია ხის მოჭრა ძალიან ადვილია აზდა არის გაზდა ძნელი რამდენი წელი უნდა ხო ხის გაზდას მოჭრიან და თვითონც არაფერი და რაღაცა ააშენებენ რაღაცა მაღაზიას ან მარკეტს ან რაღაცას და რა ჟანგბაც იძლევა ის მარკეტი ფული ხوار წვითავს ყველაფერს ეხლა ეს სხვა თემაა ამიტომ ხეს უნდა გავაფრთხილდეთ ეხლა ეს ეკოლოგიაზე გადავედი მაგრამ რაც არ უნდა მოიჭრას სოდვით ადამიანური ხე უფალი ისეთი მოწყალია ჩუმად ისე რომ არ გაიგოს მორიგმა ძალმა მაინც უტოვებს პატარა ყლორტს მაინც უტოვებს იმის შანსს აძლევს მაინც უტოვებს იმის ამოვარდნის ახალი ძალის მიცემის თუ კი მოინდომებს ის ხე და თუ კი მებაღე დაუსხამს წყალს მომნელი და არა კიდე ნავც არ დაუსხამს რაც ხო ასხამენ ხოლმე რომ ახმობენ ნავც და რას არ უსხამენ კიდე სხვადასხვა ტიპის შხამებს და არ მოსპობს და აცდის რომ სული მოითქვას ყოველთვის უტოვებს შანსს ყოველთვის უტოვებს საშუალებას ის რომ კიდევ ამოიყაროს პატარა ყლორტი რომ ამოვა ბოლომდე კი არ ძირკვავს და ის მერე თუ კი მოინდომებს გავა დრო უნდა რა თქმა უნდა დრო უნდა ძალიან დიდი დრო უნდა ამოიყრეს ისე თანს და გაახარებს ზეცას აი ესეთია მიწიერი ცხოვრება ეს ყოველ დასაწყისია ჩვენი მიწიერი ცხოვრება ეს არის დასაწყისი პირველი გარბენი იქ არის მთავარი ეს არის გარბენი მომზადება მარადიული ცხოვრებისათვის როგორც ბავშვი სადაც დაიბადება დედის მუცელში ემზადება გამოჩეკვისათვის ხო თუ იმშობიერებს მე გამოვა ბავშვი მე ნამდვილი ცხოვრება მისთვის მიწიერი ასევე არის ჩვენი ცხოვრებაც მიწიერი იმ ცხოვრებისთვის მომზადება არ გავდივართ აი ამ პერიოდს ამიტომ ყოველივე ამაოებისთვის მოკვდი რათა და ქრისტესთვის იცოცხლო უკვე აქ მარადიულად მოკვდი ყოველგვარი ზედმეტი ქიმერებისთვის და ბალასტისთვის რათა მარადიული ცხოვრება ქრისტეში მოიპოვო უკვე აქ ნუ იქნები მეწვრილმანე ნუ იქნები დამწვარი და დაფერფლილი ნუ იქნები ამ შაბღაუჭებული ამ რაღაცა ბიჟუტერიაზე და ნუ იქნები მეწვრილმანე და მესაკუთრე არაფერი არ აქვს შენი სხეულის არ გეკუთვნის იმისთვის მოემზადე რომ მარადიულად იცოცხლო მთელი შენი ცხოვრება ამისგან შედგება რომ უკვე აქ რაც გაქვს იცოდე რომ არა გაქვს ამის შეგრძნება ქონდეს და რაც არა გაქვს იმის იმედი ქონდეს მარადიულს რომ გექნება მარადიული სულიერი ფასეულობების დაგროვება ეს ცხოვრება და არა ქონების მოხვეჭა რომელსაც მთელი ცხოვრება გადააყოლებს ადამიანს დრო აღარ რჩება და ეს დიდი თემა სულიერი ძალების მოკლედ როდესაც ყველა ძალიან მიყვარხარ ამ სიტყვაში გავძლევთ ვისწავლოთ ქრისტესგან გამოთუ 7 არ და მდაბალ გულით რა და მაშინ ჩვენი ეს ძიმე ცხოვრება ისე გახდება და ისეთი იქნება როგორც უფალს ნებავს რადგანაც იყავნება შენივით რასაც სათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა ამინ ამენ